Ყველი და ყველა იმ ადამიანის, რომელიც აქ არის, ერთია სათქმელი, რომ საქართველოს დაშორება ევროპული კურსისგან და უფრო მეტად ევროპული ცივილიზაციისგან არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის და შესაბამისად ეს უწყვეტი პროტესტი, რომელიც თვეზე მეტია გრძელდება, ძირითადი ჩვენი პროტესტი ზუსტად ამასთან არის დაკავშირებული. თუმცა იქიდან გამომდინარე, რასაც ჩაიდინა მმართველმა ძალამ ამ დღეების და ამ თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოუშვან ყველა ის უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად არაფერს არ აშავებდა და მათი ერთ-ერთი დანაშაული სამშობლოს სიყვარული იყო და რა თქმა უნდა მოვითხოვთ ვადამდელი რიგ გარეშე არჩევნების შეტანება. იმდენად მაღალია მუხტი ვხედავთ, რომ 32 დღეა არ წყდება ამ ადამიანების რაოდენობა რუსთაველზე თუ რუსთაველის გამზრდეც. ამ ყველაფერს აქვს შედეგი, თუნდაც იმ შედეგიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცია ბიძინა ივანიშვილი. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანების მუხტის გაგრძელება? შედეგი აუცილებლად აქვს და აუცილებლად ექნება. ეს არ არის მოკლე ხანმოკლე პროცესი, ეს არ არის 2-3 დღიანი პროცესი, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ჩვენ ხელისუფლებას არ ესმის ხალხის აზრი და ხალხის ხმა, მაგრამ აუცილებლად მოუწევს ამის გათვალისწინება. საერთაშორისო ზეწოლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მაგრამ ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და ის ხალხი, რომელიც აქ ვართ და კიდე ძალიან ბევრი ხალხი, რომელიც ფიზიკურად შეიძლება აქ არის, მაგრამ უჭერს ხარს იმას, რაზეც წეგან ვილაპარაკეთ, აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებას, რომ ამ ხალხის აზრი გაითვალისწინოს. შეიძლება ითქვას, რომ აი 2 დღეში უკვე ახალი წელია, მაგრამ ეს ადამიანები მაინც ქუჩაში არიან და ქუჩაში ხვდებიან ახალ წელს. თქვენ თუ აპირებთ მაგალითად 31-ში, რომ ამ ადამიანების გვერდით იყოთ რუსთაველი? კი, რა თქმა უნდა, 31-ში აგვხვდებით ახალ წელს და რა ვიცი, ახლა ახალი წელითაც არაფერი არ იცვლება. მინდა ბრჭყალებში დავამშვიდო ჩვენი მთავრობა, რომ ახალი წლის მერე ზუსტად ესევე გაგრძელდება, არაფერი არ შეიცვლება, ასე რომ მოუწევს ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინება. ანუ მუხტი ისევ გაგრძელდება. აუცილებლად ეს ისეთ რა არის, ქართველებს ზოგადად გვახასიათებს რაღაცა ისეთი აფეთქებითი მოვლენები, რომ უცებ ავენთებით და მერე უცებ ვქრებით და აქ რასაც უყურებ, ეს არ არის რაღაც ქართული ემოციურ ტალღაზე დაფუძნებული პროტესტი. ეს არის ცოტა ისეთი რაღაცა გერმანული, შვეიცარიული, მუდმივი საათის მექანიზმის პროტესტი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება, სანამ ჩვენ დასახულ მიზნებს არ მივახცევთ. შეიძლება ხელისუფლებასაც ჰქონდა ამის მოლოდინი, რომ ამ ადამიანებს თუნდაც დასაწყისში როგორც არ ბევრდა სასტიკად უსწორდებოდა, ამით დააშინებდა, აღარ გამოვიდოდნენ ეს მოქალაქეები. სულტყუილად ამის იმედი და მეგონი დაწუნდა თვითონაც, რომ პირიქით შეიძლება არადარბევა და შეიძლება ეს ტიპ მშვიდობიანი საღამოები უფრო მუხტის დამგდები იყოს, მაგრამ არა, როგორც თქვი, ეს არ არის ემოციურ ფონზე გამოწვეული მუხტი და ეს არის ის, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. კი ბატონო